დიდება ღმერთს და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. მადლობა ღმერთს იმისათვის, რაც იყო, რაც არის და რაც იქნება ჩვენს ცხოვრებაში. მადლობა ღმერთს იმისთვის, რომ მოგვეცა სულიერი და ფიზიკური ძალები, აღგვესულებინა საღმრთო ლიტურგია და ვზიარებული ყავით ჭეშმარიტად პატიოსანსა, სისხლსა და ხორცსა, უფლისა, მთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს. დღევანდელი წაკითხული სახარების შინაარსი არის ძალიან ახლოს იმასთან, რასაც ყოველი ადამიანი, ზოგადად ქრისტიანი ადამიანი ყოველდღიურად განიცდის და თავისთავად ეს განსასწრელი ხან ოჯახზეც მოდის, ხან სოფელზე მოდის, ხან ქალაქზე მოდის და ხან ქვეყანაზეც მოდის და ზოგადად კაცობრიობაზეც მთლიანად. ღვთის დაშვებით ან მისი წმინდა ნების მიხედვით, რომ ღმერთს უყვარს ადამიანი და ადამიანს უყურებს გამომდინარე იქიდან, რომ ის უნდა ცხონდეს. ადამიანი არ არის ამ წუთისოფლისეული არსება. ადამიანი ამ წუთისოფლში არის დროებით და მისი ნამდვილი სამყოფელი, მისი ნამდვილი სამშობლო, მისი ნამდვილი ადგილი, რის სადაც უნდა დამკვიდრდეს, ეს არის მარადიული სიცოცხლე და ღმერთთან ერთად ყოფობა, ანუ ზეცის იერუსალიმი. და ღმერთი ხშირად, რომ განსწავლოს ადამიანი, ახდენს დაშვებას, როგორც პიროვნებაზე, ასევე ოჯახზე, ასევე სოფელზე, ქალაქზე, ქვეყანაზე და სრულად დედამიწაზე. და თავარია აქვს, რომ კეთილი მასწავლებლისა და სახიერი ხუროდ მოძღვრის მიერ გამოგზავნილი ნებისმიერი დაშვება და მისი ნებით მოსული ნებისმიერი მოვლენა ადამიანმა ისი აღასრულოს, როგორათაც ეს მისი საცხოვნებლად იქნება საჭირო. ჩვენ სამწუხაროა, რომ ბევრჯერ მithქვამს, რომ სულიერი ცხოვრება არ ვიცით. ჩვენ ყველანაირ კანონებში ვერ ყვევით, ზოგიერთი სხვადასხვანაირ კანონებში. ჩვენი ცხოვრების მანძილზე, ვინც უკვე დასრულები ვართ, ძალიან ბევრი საჭირო და არასაჭირო ცოდნა დავაგროვეთ და გამოვავსეთ ამის ჩვენი გონება, ჩვენი გული და დაბინძურებული გულითა და გონებით ადამიანი ვერ ხედავს და ვერ გულისხმობს ღვთის მიერ მოვლენილ რაიმე განსაცდელი შინაარს და ახლა მე სწორად უნდა მოვიქცე, რომ ეს განსაცდელი სწორად გადავიტანო. ჩვენ მოვლენილ განსაცდელში არ ვეუბნებით ღმერთს, რომ უფალო, რას მანიშნებ ამითი, რას მასწავლი? გევედრები მე უგუნურსა და გაუნათლებელ სულიერ ცხოვრებაში ლოცვით მოგმართავ, რომ მომეცის სიბრძნე და გულისხმისყოფა, რომ ეს დაშვება, რომელიც ჩემს ცხოვრებაზე მოხდა, ისე აღვასრულო და ისე მივიღო, ისე გადავიტანო, რომ შენს ცხონებას და მარადიულ სასუფეველს არ მოვაკლდე. რომ არ დავისაჯო და ჩემი თავი, ანუ ჩემი თავი არ ჩემი სული არ დავამახინჯო და ამითი მარტო ჩემი სული კი არა, სხვებიც არ დავამახინჯო. აი რისი ფიქრი გვაკლია დღეს. მოსული ნებისმიერი განსაცდელის დროს ჩვენ ამდენი წელია ვერ ვისწავლეთ, მე სულ გელაპარაკებოდი და სულ გეუნებოდი და ახლაც გეუნებით, რომ წინ მეტად რა მინდა თქვა, კი არ გაშინებთ უბრალოდ, მაგრამ მეტი და მეტი განსაცდელი იქნება ღვთისგან მოვლენილი, რომ ჩამოვყალიბდეთ ბოლო-ბოლო სულიერ ადამიანებად და ვისწავლოთ სულიერი ცხოვრება. არ ვიცი, აი რა გითხრათ, იცით? მაგალითად ძველ დროს, როდესაც ქრისტიანები ცხოვრობდნენ და რაიმე დაშვება ხდებოდა მათზე, რამე ცუდი მოხდებოდა ან პიროვნებაზე, ან ოჯახზე, ან სოფელზე, ან ქალაქზე,
ან კიდე ქვეყანაზე თუ ესე მთელი ანუ ადამიანიც და ოჯახიც რას იძახდა იცი ჩვენი ცოდვებისა და გამო ანუ ესაა ქრისტიანული მიხვდით და არასოდეს ადამიანი არ ეძებდა პირველ რიგში იმას რომ სადღაც ვიღაცა და ანუ პირველი იმპულსი ეს იყო რომ უფალო რა შემეშალა რა დავაშავე ვიცი რომ მე არ ვცხოვრობ ისე როგორათაც უნდა ვცხოვრობდე და სვავ კითხვას ჩემო მეგობრებო შეიძლება ძნელი იყოს ვინმესთვის ეს მოსასმენა დასატევა და ვიკითხოთ თუ კი განსაცდელია დაშვებული ჩვენს ერზე თუ პიროვნებაზე თუ ოჯახზე თუ ისე იგი რატომ უფალო რას გვასწავლი ამითი როგორ უნდა გიპასუხოთ აი ამაზე და არა უბრალოდ მიხვდით იმ პასუხით რომელი პასუხითაც უფალი იძახის კიდევ ვერაფერს ვერ მიხვდი კიდევ ვერაფერს ვერ მიხვდი რისთვის მოვეტანე რისთვის მოვიდა ეს განსაცდელი წინაზეც გელაპარაკეთ და გავიმეორებ ემას ძალიან მცირედ გეტყვით ახლა არ გეწყინოთ მაგრამ მთელი ერი და ბერი ვერცხლის მოყარეობის დიდების მოყარეობის და სიამოვნების მოყარეობაში ვარ ჩაძირულები ყოველი ჩვენი დღე არის რა ვჭამოთ რა ვსვათ რა შევიმოსოთ მთელი ერი ანუ საშოვარზია გადაგებული და ამართლებს ადამიანი კი ბატონო ვერც ვერაფერს ვერ ეუნები ადამიანს ამართლებს მის აი ამ გადაგებას თლიანად ანუ ქრისტოცენტრული ღმერთი კი არ დგას მის ცენტრში არამედ მის ცენტრში დგას ადამიანი საკუთარი თავი საკუთარი მე უნდა ვიყო კარგად მე უნდა ვიყო კომფორტში უნდა ვიცხოვრო და სამწუხაროდ ერი და ბერი მეტნაკლებად ჩაძირულები ვართ აი ამ ვერცხლის მოყარებისა სიამოვნების მოყარეობისა კომფორტს გულისხმობდა ყველაფერს და დიდების მოყარეობის ცოდვაში ჭამთ ამის გამო ერთმანეთს ვის ეკნება მეტი ფული ვის ეკნება მეტი ძალაუფლება ვინ უფრო მერე ამისგან სიამოვნებას მიიღებს ცხოვრებისაგან და აი უფალმაც არ დააყოვნა და გეუნება ღვთის ერს რომელიც ყველა ქადაგებაში მაღალი იერარქი იქნება თუ დაბალი სასულიერო პირი და ყველა ჩვენთაგანი ჩვენი წინაპრებით ვიქადით ზეციურ საქართველოზე ვსაუბრობთ და აღარ ვიტყვი იმას რომ ყველა იმაზე რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ სვავ კითხვას თუ კი ესე ვართ ეს ნიშნავს იმას რომ ჩვენ ვერცხლის მოყარეობაშიც ვიქნებით ისე იგი დიდების მოყარეობაში სიამოვნების მოყარეობაშიც და მარტო იმის გამო რომ ჩვენ აი ესე იგი ჩვენი მიწაწყალი ოდესღაც ჩვენ დიდ წინაპრებს უცხოვრიათ აქ მაგის გამო ჩვენც რაღაცა სიკეთე გვექნება და ჩაფლობილი ჩვენი ერი კომფორტის ძიებაში როდის მე ამას ვიძახდი დაახლოებით 7 წლის უკან ხალხი დღეს საუბრობს ანუ რაზე იცით რომ ქვეყანა სახელმწიფოს ქრისტიანი ადამიანები კარგი გასაგებია ვიღაცა ეკლესიის გარეთ არის და მას მისი ცნობიერება სხვაგვარად არის მაგრამ შენ როდესაც ქრისტესთან ხარ და ღმერთთან ხარ ნუ თუ არ გახსოვს თუ კი სახარებას კითხულობ რომ იძახის მაცხოვარი რომ მელიებსო სოროები აქვსო ცის ფრინველებსო ბუდეები აქვსო მაგრამ მეო კაცის ძესო ადგილი არა აქვს სადაც თავი მიიდრიკოს ანუ რომ ღამე გაათიოს იმის ადგილიც კი არა მაქვს ანუ რა გვაჩვენა ამითი რომ ყოვლად მიუჯაჭველობა ამ წუთის სოფელში ერთადერთი რამე არის სახარებაში რასთან მიმართებითაც ქრისტემ პირდაპირ დააყენა საკუთარი თავი ბოდიშით ამ ტერმინზე ოპოზიციაში პირდაპირ საპირისპიროში რა თქვა ანუ მრუში მივიდა გაამართლა ავაზაკი გაამართლა ანუ ცოდვა არ არის ცოდვილი ადამიანი მონანულ ადამიანს ყველას ამართლებს მაგრამ ერთ რამეზე თქვა რომ მე და ის ერთად ვერ ვიქნებით რა ვერ ხელგეწიფების ღვთის მონობა და მამონასა რა არის მამონა აი სამი რო ჩამოთვალე დიდების მოყარეობის სიამოვნების მოყარეობის და ვერცხლის მოყარეობის სული
და მთელი ერი თუ აი ამაზეა გადართული, რომ ჩვენ ისე იგი უდა გავდიდრდეთ, ანუ დიდების ერთმანეთს ძალაუფლებისა, ფულისა და სიამოვნების გამო ერიც კი ერთმანეთი რამდენი ხანია გრძელდება უკვე ვჭამთ ერთმანეთს წლებია, რაც დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ. ანუ სიმშვიდე ვერ გვერგო უბრალოდ, სიმშვიდე ვერ დამშვიდდა ერი უბრალოდ რომ ანუ რაღაცაში გაერთიანდეს. სულ რაღაცა ხდება, სულ რევოლუციები, სულ გადაგდებები. პირველი პრეზიდენტი იყო 8 თვის მერე მოიყვანეთ 94%-ით ისე იგივე და 8 თვეში ისეთი რამე ქართული საქმის კეთება დაიწყო თუ არა, გააგდეს ადამიანი საზღვარგარეთ ზდიეს და თავი ისე იგი დააბრალეს მე რომ თავი მოიკლა. ანუ მთელი ერი აი კიდე მინდა რა მინდა თქვა იცით ეკლესიაში მოსული ადამიანები მახსოვს რომ ჩვენ შევრჩენილიყავით ეკლესიაში სულიერ ცხოვრებას კი არ დავიწყეთ პირველ რიგში რომ გვებრძოლა სული რო ყოფილიყო არა სახმართ მოყარე, არა ვერცხლის მოყარე, არა დიდების მოყარე, არა სიამოვნების მოყარე და ამაზე გვემუშავა არამედ ჩვენ ეკლესიაში ჩვენივე მიზნების საძებნელად მოვედით და მოსაპოვებლად და უმეტესობა ჩვენგანი ან უფროსთაობას ეხება ეს გაურკვეველი არასულიერი საერთოდ აი არასულიერი ხედვის 30 წელი გავიდა და ვერაფრით სულიერად ვერ ჩამოყალიბდა და რას ნიშნავს ეს იცით მთელი ერი მორწმუნე ერი აი როგორც იცით მკვდარი ნაყოფი რო არის ხო გახსოვთ აი მუცელში რომ მკვდარი ნაყოფი ყავს ქას და გონია რომ ფეხძიმეთ არის აგამ სინამდვილეში ის ნაყოფი მკვდარია და წამლავს თლიანად მის ორგანიზმს, ჩვენი მორწმუნეები აი ამ მდგომარეობაში ამ მკვდარი სული, ანუ შინაგანად მკვდარია სული, მაგრამ გარეგნულად აღვასრულებთ ყველაფერს და გონია რომ ეს სიცოცხლეა და ცხოვრება ეკლესიაში და ქრისტეში. ჩვენ ქრისტეში ვერ ვცხოვრობთ, საქმეც ეს არის. და ამიტომაც უფალი უშვებს ყველანაირ განსაცდელ სერზე რომ იქნებ ნახო ის რომ სხვაგან არავინ არ არის ის ვისაც შეიძლება დაემყარო ვის გარშემოთ შეიძლება შემოიკრიბოთ მით უმეტეს მორწმუნეერი მე ღრმად მწამს ბუდის გიხდით ამას ყველასთან სასულიერო პირებთან ჩემი პირადი აზრი არის მაგრამ აი ეს განსაცდელი რომელიც დღესაც თulit რომ ჩვენზე არის დაშვებული ხო ეს განსაცდელი რაც არის ეს არის ჩვენი ერის ვერცხლის მოყარეობის იმაში ჩაძირულობის ერისა თუ ბერის აი ვერცხლის მოყარეობისა დიდების მოყარეობისა ვისაც უნდა ეწყინოს სიამოვნების მოყარეობაში ჩაძირული ერზე დაშვებული განსაცდელია ფული გინდათ ძალაუფლება გინდათ სიამოვნება გინდათ აგერ ეხლა და იმტურიეთ თავი და როდესაც ჩვენ კიდევ ვიძახით ჩვენ როგორა იცი ეხლა ყველას არ უნდა ამის აღიარება ანუ ყველა როგორ არის რომ დავაშავე რაღაცა ჩემ თავში კი არ ვიყურებ ვინ არის დამნაშავე ბუდის გიხდით მაგრამ თითი რო გამეჭრება მართლა გიხდით ჩემ თავი მაგალითად კი არ მომაქვს თითი რო გამეჭრება უკვე ვიცი რატო გამეჭრა ეს თითი მიზეზი ვიცი გუში რა გავაკეთე 2 საათის უკან რა გავაკეთე მიზეზი ვიცი თითი რატო გამეჭრა და ვეუბნები მადლობა ღმერთო ვიცი რომ ეს შენ ახარ კი არ ვეძებ იმას რომ ვიღაცამ დანა უფრო იმათ საქნა ბასრი გახადა ან ვიღაცამ არასწორად დადო სადმე ხელი დავადე და გამეჭრა მიზეზებს კი არ ვეძებ ეს ვინ დადო ის ვინ გააკეთა პირველი მიზეზს რასაც ვეძებ უფალო რატო ეს ვიცი 2 საათის უკან ჩემი გულის ფიქრები ჩემი შინაგანი ისე იგი დილწი ფიქრები ჩემი მისწრაფებები ჩემი ისე იგი ღირებულებები და ფასეულებები შენთან რო არ იყო შენ რო დაგივიწყე თუ არა მადლობა რომ მარტო თითის გაჭრა იმასაკენი რა ქვია მაკმარე რომ ისევ გამეხსენებინა რომ შენ ხარ და ჩვენ დაგვაჩვიეს აი სულ აქ აი ამ სივრცეში დავეჩვიეთ რომ ჩვენ ვართ როგორ იცით ნაყოფიერები ცოცხალი რწმენისა ძალიან ისეთი მორწმუნეა და გისვავთ კითხვას უფალი იძახის ერთი მორწმუნე ადამიანიც რო იყოსო თუ იტყვისო რომ თას უთხრასო ადექი და გადადიო იქითო იქნებაო განა ერთი ადამიანი არ აღმოჩნდა ვინმე ერის ერში ბერში ყველგან რომ მისი ლოცვით აღწდენო და რასაც ჩვენ განსაცდელებს ვეძახით ესე იგი დაშვება უნდა ყოფილიყო რატო უფალმა ხან გადახედეთ ბიბლიაში როგორ არის ებრაელთა ერს რაც ხან 3 საუკუნე დააპყრობინებდა
დაშლიდა, გააცამტვერებდა, მერე ისევ შეკრიბავდა, სანამ ღმერთს დაივიწყებდნენ თუ არა იმ წუთში და ღმერთის დავიწყება თქვენ გონიათ უბრალოდ რომ აი სადღაც შევიკრიბებით იმას რა ქვია 17 მაისს შევიკრიბებით სადღაც და ხმა ერისა და ხმაბერისა სადღაც იმებს ლიტანიობები დავდივართ ხატებით და იმებით იმის კეთება ყველა ადამიანს შეუძლია ნებისმიერი შეუძლია მოვიდეთ განა ეს არ უნდა ვაკეთოთ ვინმე გეუნებათ მაგრამ პირველ რიგში უნდა იყოს მკვდარი ნაყოფის მქონე მორწმუნე ადამიანები კი არ უნდა იყვნენ ადამიანები უნდა იყვნენ ცოცხალი ნაყოფის ანუ ცოცხალი სულისა და ცოცხალი რწმენის მქონე ადამიანები უნდა იყვნენ და ეხლა მე გეტყვი დღევანდელი სახარება ცოცხალი რწმენის ზუსტად მაგალითია ვინ იყო მაგალითად იაიროსი წარმოიდგინეთ იმ დღევანდელი სინაგოგის მთავარი იყო რომელსაც ქრისტე ერს იცით ქრისტეს როგორ უყურებდნენ ქრისტე იყო მიამბოხე ქრისტე იყო ეშმაკეული და წარმოიდგინეთ მამას განსაცდელი აქვს შვილი ეღუპება შვილი ძალიან ცუდად არის და ფიქრობს რა გავაკეთო წესები რაც არის გამიგეთ ანუ არ შეიძლება ქრისტესთან მისვლა ეხლა მაგრამ შინაგანად ხვდება რომ ქრისტესთან უნდა მივიდეს იქ არის მარტო მხოლოდ და მხოლოდ ცხოვრება და წავა ანუ მან ყველაფერი დატოვა ყველაფერი მისი ანუ საფრთხის ქვეშ დააყენა მისი თანამდებობა საფრთხის ქვეშ დააყენა მისი ძალაუფლება მისი ავტორიტეტი მთლიანად გაქელა ერის წინაშე რატომ რომ მე უნდა მივიდე ქრისტესთან ყველაფერს არჩია ქრისტე მოდის მერე შემდეგ და ქალბატონი გახსოვთ მეორე რომელსაც დღესაც წავიკითხეთ ხეულ 12 წელი იყო რომ სისხლდენა ჰქონდა და მთელი თავის მონაგებიო უამრავ ექიმებში დახარჯაო მიყვება და ვერ განკურნეს იცის განსაცდელი აქვს წარმოიდგინეთ ეს ქალი როგორ არის ენატრება რომ სინაგოგაში მივიდეს ანუ ესე რომ ვთქვათ რომ გენატრებოდეთ ეკლესიაში მისვლა იმიტომ რომ მასე შემოსვლა რო არ შეიძლებოდეს ტაძარში და საერთოდ არაფერზე შეხება და სახლში ზიხარ რამდენი ხანი ვერ საზოგადოებაში გადიხარ ვერსად ვერ გადიხარ და წარმოიდგინეთ ტაძარი გინდა ღმერთთან ეს ურთიერთობა გინდა რასაც ყველა აღასრულებს შენც გინდა და იმის გამო რომ ავათხარ სხეულებრივად ავათხარ ამას ვერ აკეთებ და იძახის რა გავარღვევ ამას ქრისტესთან უნდა მივიდე არ მაინტერესებს ვირას მეტყვის მეტყვიან იქა რატო ხარ გამოსული მეტყვიან ჩამქოლავენ რაც არ უნდა მითხრა ქრისტესთან უნდა მივიდე მე და ეხლა ნახეთ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტს რაზეც წინამძღვრობა გავუკეთე ეხლა აი წანამძღვარი გავაკეთე აი ეხლა ნახავთ აი ეს ქალი რას აკეთებს მივა და ქრისტეს შეეხება და ქრისტე რას იძახის გაჩერდება და ვინ შემეხო ნუ ხა როგორია ხო ვინ შემეხო ყველანი მოციქულები გვერდზე დგანან და ფიქრობენ ეხა რა უპასუხოთ ხო რა უპასუხოთ და ეხლა გეტყვით დაახლოებით ჩვენ სივრცეში როგორ იქნებოდა ეს მაცხოვარი რო იდგეს ერთო მაპატი ამ კადნიერებისთვის მაცხოვარი რო იდგეს და ზოგადად ან მოდი ესე ვთქვათ მაცხოვარი ან ვინმე მჭრეტელი სასულიერო პირი ვინც კარგად ხედავს აი რო გამოგხედოთ ეხლა მე რო ნორმალური მოდელი ვიყო და თქვენ სულიერ მდგომარეობას რას ფიქრობთ და რა გონება გაქვთ იმას რო ხედავდე და არა იმას როგორ დგეხართ ეხლა აი წარმოიდგინე უცებ დგას იქ სასულიერო პირი და ლოცულობს წირვაზე და უცებ მოტრიალდეს და ვიღაცა სხვანაირად ლოცულობთ ეკითხები კაცო როგორ ყველანი ლოცულობთ რა არ ლოცულობთ ყველანი და ის იძახ არა რომელიღაცა თქვენგანი რაღაც სხვანაირად ლოცულობს იმიტომ რომ მე მივხვდი რომ ვიღაცა თქვენგანი სხვანაირად ლოცულობს აი ეს უთხრა ქრისტემ ფაქტობრივად მოციქულები დგანან იქ ვინც მის გვერდით არიან ყველა და ესენი ვერ ხვდებიან იმას რომ ანუ რაზეა საუბარი და არაო ვინც ეხლა მე შემახო მეო ძალი ანუ ჩემგან გასრული ძალი ვიგრძენიო ესენი ეუბნებიან კაცო ამდენი ხალხია ვიღაცა შეგეხებოდაო ესე იქნებოდა ისე აი ჩვენ რო დავიწყებდით ახლა აქ რა აი მოიცა ერთმანეთზე რო ვიძრი ის მლოცველი რა მლოცველი ხომ მიხვდით ეგრევე ვინმე თუ ოდნა ვინმე აი წარმოიდგინეთ წარემატება ჩვენს ეკლესიაში ვინმე წარემატება ან ქადაგებით ან მისი სულიერი ცხოვრებით იმ წუთში რო ანუ ერთი მცირეოდენი რაღაცის გამო რო დაახტებიან ზედ და ისე იგი ყველანი ცდილობენ ოღონდაც გაანადგურონ აი ვინმე უბრალოდ პირიქით ხო უნდა თქვა ხო მიდი
აი რაღაცა შეიძლება რაღაცა მცირეოდენი შეცდომა დაუშვა ადამიანმა ან სიტყვაში, ან ტერმინში, პირიქით უნდა უთხრა რომ მიდი მამაო თუ მიდი ვინც გინდა იყოსო, არა უშავს, მიდი ეს გამოასწორე და პირიქით ჩასაფრებულები ვართ. ერთმან აი როგორც მოციქულები ვარ, აუ მაცხოვარსეუნებიან კაცო, აბა რავი ვინ შეგეხო, ამდენი ხალხი არიან, ანუ აი ეს ქაოსი და მაცხოვარი ძახის მოიცა კაცო რებზე ლაპარაკობთან. ვიღაცა ვინც შემეხო ჩემგანს გასული ძალი პოვეო. აი მაგალითი გვერდზე დაძდევენ მოციქულები მთელი დღე და ღამე, მაგრამ ერთი სისხლდინარე ქალი მივიდა და ისეთი ცოცხალი რწმენი შეეხო ქრისტეს, რომ მაცხოვარმა ეს აღნიშნა, რომ ჩემგან ძალი გავიდაო. ეხლა დავსვათ კითხვა ამ სისხლდინარე დედაკაცის მსგავსად ჩვენ საეკლესიო ცხოვრებაში გინდა ერში თუ ბერში ვინა ესეთი ვისაც ეს ცოცხალი რწმენა შეიძლება კონდეს რომ მაცხოვრისგან მართლა გამოითხოვდეს არა რას ლაპარაკობს არა რა იმაშვება რაღაც აი ჩვენს ყურს და ჩვენს იმას რო ეამება იმაზე განარო ლაპარაკობს არა იმას ვინც ჩემი და მისი აზრები თანხვედრაში მოდის არამედ სასულიერო პირი თუ ის აი პირდაპირ ვიძახი თუ ის მართლა სულიერად ცხოვრობს არა ჩემნაირ არამედ ვინც სულიერად ცხოვრობს პირველი მტერი უნდა იყოს ადამიანების მტერს რას გულისხმობ მამხილებელი ხდება გამოდის და იძახის მკვდარია შენი რწმენა მე ხან ვიტყვი ხოლმე ასეთ რამეს დოსტოევსკის აქვს ის დიდი ინკვიზიტორი რო არის თავი ძმებ კარამაზოვებში იქ ისე იგი ლაპარაკია რომ ქრისტე რო ისევ მოვიდა მე ვიძახი ესეთა ქრისტე რო ეხლა მოვიდეს და რასაც ის რისთვისაც მოვიდა თავის დროზე 2000 წლის უკან როგორი უპოვარებით როგორი ადამიანებისადმი სიყვარულით ადამიანისადმი აი საოცარი დამოკიდებულებით მისი გამოხსნისთვის მოვიდა დღეს რომ აი ვიღაცა ადამიანის რომელიმე თქვენთაგანის ამ მსგავსად აი რაღაცა ძალიან ისე იყოს ჩაცმული შემოვიდეს და ეს ღვთის სიტყვა დღეს აგვიქადაგოს ერიან ბერიანად ჩვენს ჯვარზე გავაკრავთ მაგას და მაშინ თო თითოეულ უსმით დაარტყეს ჩვენ სამ-სამი უსმით მივაჯაჭვებთ იმიტომ რომ მისი მართალი სიტყვა ეს იქნება მტრობა ჩვენი ამდენი წელია ჩვენ ესე ვცხოვრობთ ჩვენ ასე უკვე ჩამოგვიყალიბდა ესა ჩვენი ერი ჩვენი ესა ჩვენისა და გეუბნება ვიყურები შენ შინაგანში და მკვდარი ნაყოფით ხარ სავსე სულიერად მკვდარი ხარ ერი კვდება სულიერად თითქმის ანუ სულიერ ცხოვრებას არ აქცევენ ყურადღებას ხოლო გარეგნულ საკითხებს აქცევენ ყურადღებას ამიტომაც თავისთავად ეშვება ერზეც განსაცდელი თუ ჩვენ ანუ აი ეს არ ვისწავლეთ ლოცვა არ ვისწავლეთ მართლა ქრისტესთან ერთად ყოფნა ჩვენ უფრო მეტი განსაცდელი მოვა ჩვენს ერზე და საქმე რა არის იცით მარტო განსაცდელი კი არა ეს განსაცდელი ვერ გვასწავლის პრობლემა განსაცდელი კი არ არის ეს მოვლენილი განსაცდელი ვერაფერს ვერ გვასწავლის და უარესები შეიძლება გახდეს უარესად დავჭამოთ ერთმანეთი უარესად შევჭამოთ ერთმანეთს და უარესად ძალაუფლებისთვის იბრძოლოს კიდე ადამიანებმა. განა ვერ უნდა ხვდებოდა ეხლა რა ხდება, აი გეუბნები ალიყურივით იყო. ჩემ თავში გამახსენდა ყველა ჩემი ვერცხლის მოყარეობისა, დიდების მოყარეობისა, ყველაფერი გამახსენდა. ღდელი რო ასეთი ვარ, ერი როგორია, ხო? გაიხსენეთ საკუთარი თავი ფულისთვის, ძალაუფლებისთვის, ვიღაცაზე რო გინდათ რომ მეტი იყვეთ, ვიღაცას ჭკუა ასწავლოთ. აი ეს ყველაფერი ეს სულისკვეთებაა რა ჩვენ გვაქვს და აი მოვიდა კიდეც მოკლედ საკუთარ თავზე დაგატყდა განსაცდელი. ეხლა ერთი რამე მინდა გითხრათ. წინაზეც საუბრობდი და ეხლა ერთსად შეგახსენებთ, რომ ვინ რა გააკეთეთ მღვდელმა თუ ერმა ეს განსაცდელი რომ მოვიდა მას მერე გარდა იმისა რომ სიტყვიერად ან სოციალურ ქსელში ან იქ ან აქ ან ვიდეო ჩაწერეთ და რაღაცას არ ეთანხმებით და რა თქმა უნდა ეს გამოხატვის თავისუფლებაა და თუ უნდა ადამიანს უნდა გამოხატოს მე ვსვავ კითხვას ვისაც ჯანმრთელობა გაძლევთ ისე იგი საშუალებას ვისაც ყველა აი ვისაც შეგიძლიათ
რომელიმე მლოცვას მოუმატეთ. ვინმე მაიღეთ და თქვით, რომ აი მე მაგალითად აი ეს განსაცდელი რო დაეშვა, უფალო მივხვდი, რომ ეს შენახა. და გევედრები, რომ აი იმისთვის, რომ ეს განსაცდელი აგვარიდო, აი კანონი დავიმატებ სალმონისა. ავიღეს კვნილი და ერთი დღე ძალიან რომ მეძინება, მაგალითად ღამი ავდექი გავიღვიძე და სიმშვიდეში და სიწყნარეში იესოს ლოცვა თქვი. ანუ ლოცვაში წარვემატე. ვიღაცა მაიღეთ და მეტი სახარების კითხვა დაიწყეთ. ვიღაცა მაიღეთ და მეტი წირვების ჩატარება დაიწყო. ვისაც კიდევ ვიძახი ძალა გაძლევთ და ჯანმრთელობა აძლევს ამის საშუალებას. გარდა იმისა, გარეთ რო გამოხატავთ ამ რაღაცებს, ანუ ლოცვა მე არ ვიცი, არავის არ გეუნებით ვინ რა გააკეთეთ. მაგრამ დასვით კითხვა ახლა არა მარტო თქვენ გვისმენთ, ეხა მისმენთ, აგან ყველას ვეუნებ. ვინმე დიდმაც და პატარამაც, იერარქმაც და რაიმე შეცვალა, ლოცვა დავამატეთ. მივხვდით რა უნდა გაგვეკეთებინა, რომ ლოცვა უნდა გაგვეძლიერებინა და პირველ რიგში სულიერი ცხოვრება, რომ მადლობა ღმერთო ამ ლაწანისთვის და ალიყურისთვის, რომ ვერცხლის მოყარე, სიამოვნების მოყარე და ისე იგი დიდების მოყარე რო ვარ ადამიანი. ამის გამო ეს ნაბიჯი ვინმემ გადადგით და ვისაც არ გადაგიდგავთ ეს ნაბიჯი, ხო? არ ხართ მართლები. და ყველაზე მთავარი ღვთის წინაში არ ხართ მართლები. არც ერთი, არც თქვენი სამშობლოს წინაში არ ხართ მართლები. ეხლა დაგიმტკიცებ და არც თქვენ არასოდეს თქვენი სამშობლო არც ყვარებიათ, იმიტომ რომ ქრისტეს მიერ არ გიყვართ თქვენი სამშობლო და მე გეტყვით უფრო მეც, რასაც ილია მართალი იძახის, რომ თქვენი თავი უფრო გიყვართ სამშობლოში, ვიდრე სამშობლო თქვენ თავში. საკუთარ თავზე ხართ შეყვარებული და თქვენი თავი გიყვართ ამ სამშობლოში, ვისაც აი ამ ვინც თვლით, რომ ეს განსაცდელია დიდი და თქვენ სულიერ ცხოვრებაში რაიმე ცოდვაზე მაინც არა თქვით უარი. ვიღაცამ არ დაიღეთ და საკუთარი ვერცხლის მოყარეობას არ გამოუცხადეთ ბრძოლა და არ გამოხვით და მოწყალება არ დაარიგეთ. უფალო, მადლობა აი ამ თქმისთვის, მადლობა აი ამ მითითებისთვის. დღეიდან უფრო გულმოწყალე ხდები, უფრო მოწყალე ხდები. მეტად სულიერ ცხოვრებას მიხედავ, მადლობა. ოღონდაც ეს განსაცდელი აგვარიდე. თხოვ, გევედრებ. ვინ გააკეთა ასეთი რამე? მე არ ვიცი, შეიძლება კიდევ ვიძახე, მე კი არ ვასწავლი ვინმე, შეიძლება ახლა ის იმათმა მითხრან, დიახ, მამაო, ჩვენ გავაკეთეთ. კი, რა თქმა უნდა, ვიღაცა გააკეთებდა, მხოლოდ ის არის, ვინც ეს გააკეთა, მართლა ჭეშმარიტად ღვთისმოყვარე. სამშობლოს მოყარე და ადამიანის მოყარე, რო გვაქვს ისა ღმერთი სამშობლო ადამიანი, მხოლოდ ეს ადამიანია, ვინც ეს შეცვალა და ვინც ეს არ შეცვალა, მას არც ღმერთი უყვარს და არც წამს ზოგადად მკვდარი ნაყოფის მქონე არის, მისი სარწმუნოება და სული, არც ისე იგი ღმერთი უყვარს, არც სამშობლო უყვარს, არც ადამიანი უყვარს, მხოლოდ და მხოლოდ უყვარს საკუთარი თავი და საკუთარი ისე იგი ძალაუფლება და საკუთარი ვერცხლის მოყარება და მოკლედ რაღაცად ჩანდეს აი ამ მდგომარეობაში. ეხლა მე გეტყვით, რატო ნიშნავს იმას, რომ ვინც ეს არ გააკეთა სამშობლო არ უყვარს? რას ნიშნავს? აი გუშინ საუბრობდით აღსარების დროს, დღესაც ეს არის, რას ნიშნავს სახარების თემაც ეს არის, ილოცო ვინმესთვის, იცით? თქვენ როგორ ახართ, ანუ ჩვენ მორწმუნე ადამიანი როგორ არის? მოვიდა, ვიღაცა მითხრა რომ მომიხსენიე. იქ ამოსახსენებელში დაწერა, საბისკვერი დაადოზე და შეგზავნა. მომიხსენიე, კი, როგორ არა მოგიხსენიე. თქვენ გონიათ შვილებს იხსენიებთ? რატომ მე წინაზე დავსვი სოციალურში, კითხვა და იქ არავინ ახლა კიდევ ვიძახი, იქ მე უფრო იმას ვიგებ ხოლმე რომ არ ვიცით. თორე იმას კი არა ვინ რა იცის, რო არ ვიცით. და გეტყვით ახლა შვილისთვის ლოცვა, სამშობლოსთვის ლოცვა და ნებისმიერი ვინმესთვის, ვინც თქვენ გთხოვთ, რომ ილოცეთ. ეს იცით რას ნიშნავს? მის მდგომარეობაში შესვლას. და რას ნიშნავს მის მდგომარეობაში შესვლა, იცით? როგორც ტკივა. შენ თუ არ მიხვდი ახლა იმას, როგორც ტკივა, აი მაგალითად, ადამიანს ფიზიკური ტკივილები აქვს და ვერ ლოცულობს და გეუნება გეხვეწები მომიხსენიე რა. წირვაზე ვერ მოდის და გეუნება გეხვეწები მომიხსენიე. იცით ეს რას ნიშნავს? შენ მხოლოდ შეძლებ მისთვის მართლა ღვთის წინაშე მოხსენიებას და მის მაგივრად ლოცვას, როგორც გახსოვს 4 მეგობარმა რო განრღვეული მიიყვანა მაცხოვართან. ის ერთ-ერთი მეგობარი იქნები ერთ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ გულზე გაატარო და თქვა,
აუ ეხა ამ ადამიანს როგორ უჭირს წარმოიდგინე. სახშია, წირვაზე ვერ მოდის. როგორი ფიზიკური ტკივილები აქვს, მე მახსოვს წირვაზე ვერ მოდიოდი, როგორ მტკიოდა გული. წირვა რო არ ჩატარდა, როგორ მეტკინა გული. რომ მომზადე, როცა ღმერთთან საურთიერთო, ფიზიკურადაც რო ტკივნეული ვიყავი, როგორ ვერ ულოცულობდი, როგორ მიშლიდა და როგორ ხვდები ახლა ამ ადამიანისას, როგორი გაჭირვება აქვს. მხოლოდ ამ ადამიანს შეუძლია და დგას და იძახის უფალო, ეს ადამიანი, რომელმაც ახლა ლოცვა მთხოვა, ვიცი რა მდგომარეობაშია. იმიტომ რომ მეც ყოფილი ვარ, მეც მიჭირს, მეც გამჭირვებია ლოცვა. მეც მტკივა ხოლმე და ამ დროს ღმერთთან შენთან ყოფნა რომ მიჭირს, ამიტომ ეხლა მის მაგივრად გევედრები, შეეწია და დაეხმარე. შვილებისთვის ლოცვა. შვილებისთვის როცა ლოცულობთ, უნდა ლოცულობდეთ ისე, რომ ღმერთო, ჩემი შვილი ეკლესიაში არ არის, ღმერთთან არ არის. მე ვიცი რა სიკეთეა ეს და ეხლა ის სად არის წარმოიდგინე. მე ვიცი ახლა ის რა საფრთხეებშია, როგორ ტკივილებშია, ღმერთის გარეშე როგორ უჭირს. მაგრამ ისე კი არა, ხომ უნდა გეტკინოს ეს ყველაფერი. და რო გეტკინება, მაშინ ის კი არა, მხოლოდ და მხოლოდ რო წერია იქ, რომ ლოცვა შვილებისათვის და დაიწყე ვიღაცის დაწერილ ლოცვას, ჩამოარაკრაკებს ადამიანი ჩხილებში წერია, რომ სახელებს მოიხსენიებს და ყველას გიხსენიებს. ამიტომ ვისაც თქვენ ფიქრობთ, რომ იხსენიებთ, თქვენ ფიქრობთ იმას, რომ უფალი როგორ არის, თითქოს გვიყურებს, იმიტომ რომ მამები ასე ლოცულობდნენ. მამები ისე ლოცულობდნენ, რომ ტკივილებსაც კი იღებდნენ საკუთარ თავზე, ვისაც ეს ქონდა, რომ უფალო, ოღონდაც განკურნა ეს ადამიანი და მისი ტკივილები მე მომეცი. იმიტომ რომ მე ვიცი ტკივილებით როგორ გავაგზელო შენთან ყოფნა, მაგრამ ის ვიცი, რომ ვერა ეხლა ტკივილებით ვერ ლოცულობს. მას არ შეუძლია თან სტკიოდეს და თან ილოცოს. ვიცი რა მდგომარეობაში არის და მითხარით ბოლოს როდის ილოცეთ საკუთარი შვილებისთვის, ვინც ეკლესიაში არ არის, ტაძარში არ არის, ამხსარებელი არ არის, რომელმა გაატარეთ ყოველდღიურად თქვენი ლოცვის დროს ეს ტკივილები, თქვენი ნათესავები, ახლობლები, გარდა იმისა, რომ ისე იგი როგორ გითხრათ, იცი პასუხისგებლობას რო ვირიდებთ. დავწერე მოსახსენებელში ზოგს, ისე იგი 1000 სახელი უწერია მოსახსენებელში, შემოგზავნის ეპისკოპოს დაადებს და ვეკითხები, საერთოდ ცნობ ამ ადამიანებს ვინ არიან. იცი ამ ადამიანების ყოველდღიური ტკივილი, შენ შედიხარ ამა და ეს არის არაფერს არ ნიშნავს ეს. თუ შენ ადამიანმა შენს გულზე არ გაატარე ეს. და ნახეთ როგორ არის, როცა ქრისტიანი ადამიანი ლოცულობს, ის სწავლობს ჯერ ლოცვას, ჯერ საკუთარი თავისთვის, საკუთარი ტკივილებიდან გამომდინარე, ტკივილებში მაინც ღმერთთან დავრჩე, გონება გამირბის, ყოველდღიურობაში მეცადინეობ და როცა ღმერთთან მივალ ჩემი ლოცვით, სიყვარული დაიბადება, სიყვარული მოდის და ეს სიყვარულია, რომელიც მე ვრცელდება ჩემს შვილზე, ჩემს მეუღლეზე, ჩემს ნათესავებზე, ჯერ მოკლე წრეში. შემოვდივარ და ვიცი ჩემი შვილისთვის როგორ ვილოცო, ჩემი მეუღლისთვის როგორ ვილოცო, რომელიც არ არის ტაძარში. ვიცი მისი მტკივა მართლა მის მდგომარეობაში შევდივარ, მისი დაშვებული ყველა შეცდომა, თუნდაც ჩემს მიმართ ჩადენილი შეცდომა, მტკივა გულ, იმიტომ რომ ვიცი ეს შეცდომა და ცოდვა მის, ისე იგი გულს და მის სულს აზიანებს, ცხონებას მოაკლებს. და ისე იგი, როცა ეს არეალი იზრდება, შვილებისთვის უკვე ნახეთ გულიანად ლოცულობს ადამიანმა ისის ლოცვის ფასი, ჩვენ ლოცვის ფასიც არ ვიცით. ვიღაცა რო გეუნება მომიხსენია უდაეუნებოდე, ესე როგორ იცი, არ ვიცი, რამდენად ხომ მიხვდით, უნდა გაფრთხილდეთ, ლოცვა იცი რა არის, უნდა უხსნიდე. ლოცვა არ არის შეროგონია, მივიდე და ეკლესიაში შენი სახელი ვახსენო. ეს არ არის მართლმადიდებლობა, ჩვენ არა ვართ არც დასავლეთი, ჩვენ არა ვართ არც ისინი, ჩვენ მართლმადიდებლური სულისკვეთებისა ვარ და ვინმე რომ ეუნება ილოცე, ის ნიშნავს იმას, რომ ჩემს გულზე უნდა გავატარო მისი ტკივილი. ხო და წარმოიდგინეთ ახლა ეს სიყვარული, რომელიც მე ჩემი შვილებისადმი მაქვს, მეუღლისა, ჩემი საყვარელი ადამიანებისა, ვინც მოკლედ რაღაცა ვისთანაც ურთიერთობა მაქვს, იმიტომ უფალი იძახის გახსოვს რა სიკეთეაო თუ კი ადამიანს ისინი გეყვარება, ვისაც უკან უყვარხარო. მაგრამ ჯერ ხო ეს უნდა გააკეთო. რომ მე უფრო მეტი სხვა ვინმე მეუღლე თუ არ გიყვარს და შვილზე ვერ ლოცულობ, როგორ შეიძლება მეზობელს უთხრა, წავალ ეხლა და მოგიხსენიებ სადმე, ხო მატყუ არა ხარ, იმიტომ რომ შენი შვილისთვის არ იცი ჯერ ლოცვა.
შენი მეუღლისთვის ვერ ლოცულობ, შენი ნათესავისა, შვილისა და იმის ტკივილი ვერ გაგიტარებია გულში და იმას მეზობელს ეუნები შენ, მოდი ეხლა და მე წავალ და მოგიხსენიებ. და წარმოიდგინეთ ეს სიყვარული, რომელიც ლოცვით იბადება ადამიანში, სიყვარული მერე ფართოვდება. მერე იმ მეზობელს ეტყვი, როცა შვილზე ისწავლი ამ განსაკუთრებულ ლოცვას, ოდესაც მართლა, ისე იგი შინაგანი ლოცვა, მერე მეზობელს ეტყვი, რომ მოიტა, ავიღებ ამ ტვირთს. ჩვენ არც კი ვიცით. ჩვენ არც კი ვიცით, ეხლა ბევრჯერ მithქვამს, იყო რამოდენიმე შემთხვევა, წესის აგება, ის არის. იცი წესის აგების შენდობის ლოცვაში რა წერია? შეგინდოს ყოველივე სულიერო შვილო, რა ვისი სულიერი შვილია, ვისაც ჩვენ წესს უგებთ. განა არ უნდა უგოთ, კი არ ვიძახი იმას, რომ მიხვალ წესს აუგებ, მაგრამ ვინა ის წერია, იქ მართლმადიდებელი ეკლესიის კონდაკია ის. კურთხევანია ის, იქ წერია და წერია, რომ სულიერო შვილო, გევა, რას ჩემი სულიერი შვილია, რანაირადაა სულიერი შვილი, ვისი სულიერი შვილია. მთელი ცხოვრება არც ღმერთზე უფიქრია, არავისზე არ უფიქრია, მაგრამ ნახე რომ მიდიხარ და წესს აგებ, რა ხდება ეს? სასულიერო პირი რომ მიდიხარ და წესს აგებ, ან შენ როდესაც ვინმეს ეუნები მოგიხსენიებ, რა უნდა ქნა? გეხარ იმაზე, გეუნები მკვდარი გამოსულ ვარ. ფეხები მერევა ხოლმე ზოგი ახო არ იცი ვინ არის, არც ცნობ ვინ არის, რა ცხოვრებით იცხოვრა, რა ცოდვა აქ ადამიანს ჩადენილი ხო არავინ არ ვიცით. შეიძლება მუძიმესი ცოდვებით იცხოვრა ადამიანმა, მაგრამ აი ჩვენ წესს უგებ და ანუ სასულიერო პირი რომ მიდის, ისე იგი თუ კი მართლა ლოცულობს და უბრალოდ არასრულებს იმასაც წესსა, რომ ისა მოეწონოს იმასაც, რა ქვია, ჭირისუფალსაც და ყველას აი წესია ეგო, თუ კი მართლა პასუხისგებლიანია და ლოცვას მართლა პასუხისგებლით უდგება სასულიერო პირი, რას აკეთებს იცით? დგეხარ და ღმერთს ავედრებ ამ ადამიანის უღმერთო ცხოვრებას. რა ბრძოლაში შედიხარ, წარმოიდგინე. თელს შენ თავზე უნდა გაატარო ეს ღმერთო, ამან მთელი ცხოვრება საერთოდ უღმერთოდ გარდაიცვალა, საერთოდ არც უნდოდა შენთან ყოფნა და მე გევედრები, რას გევედრები? რომ გევედრები იქნებ მაინც შეიწყალ. და მის ტკივილებში შედიხარ, უღმერთობაში შედიხარ, შენ თვითონაც აი იმ ტალღებში შედიხარ. წესის ის აიღეთ ჯვრისწერა. ჯვრისწერაზე მოვა ადამიანი წერ ჯვარსა და საერთოდ არ იცის რას აკეთებს. წარმოდგენა არ აქვს, ანუ მართლმადიდებლობა ამას ყოველთვის აქცევდა ყურადღებას და მაგით უარის მერე ყველა ეპარქიაში თითქმის დასტადებს იმის ახალგაზრდა იმების, ისე იგი ჯვრის ახსნისა და გაყრისა. გან ამაზე საფიქრალი არ არის? დგას ადამიანი უბრალოდ და ისე იგი არ იცის საერთოდ არაფერი და შენ მის ტკივილებში, მის სიყვარულში მიხვდით, შეიძლება ადამიანი დგას და საერთოდ თლიანად არც ღმერთი უნდა არაფერი და მისთვის ღმერთს ევედრები, ღმერთო, მიანიჭი ამას ნამდვილი სიყვარული რა. როგორი ტკივილია ანუ ლოცვა ეს თუ ლოცვის ძალა გინდა და მართლა ლოცვა თქვენთვის არ არის, ავიღე და ვიღაცის დაწერილი ტექსტები წავიკითხე და თუ კი თქვენ ლოცვას მართლა გძნობ და პასუხისგებლობით უდგებით, მაშინ ამას დიდი ღირებულება და ფასეულობა. ეხლა გადავიდეთ, ნახეთ და დავასრულებ. იმდენად უნდა რამხელა სიყვარული უნდა გქონდეს ადამიანს, რომ ერი დაიტიო, მიხვდით? საქართველოსთვის რო ილოცო, რამხელა სიყვარული უნდა გქონდეს, მაგიტოა პატრიარქი, რამდენი ხან დაუძლურებულია, რამდენი ხანია. და თვითონ იძახდა ხოლმე, ეხლა მაინც მიხვდით რას იძახდა. მთელი საქართველოს ტკივილებიო ჩემზე გადისო, მიხვდით რას იძახდა? ვინ უგებდა მაგას? ამაგას ეგონა რომ აი მე მტკივა ყველაფერი რაც ხდება აქ და პოლიტიკურად ან იმად და ამად. ადამიანი ლოცულობდა საკუთარი ერისთვის, საკუთარი მიწაწყლისთვის ლოცულობდა და მთელ ამ უღმერთობას ჩვენი ერისა, მთელ ჩვენ სამღვდელო პირებისა, იერარქიისა და ყველას ერთად გულზე ატარებდა და ღმერთთან მიქონდა. წარმოიდგინეთ რა ბრძოლაში შედიოდა ადამიანი და რა ბრძოლაში შედის, მაგრამ მხოლოდ ის ადამიანი, ვინც ლოცვა იცის რა არის სინამდვილეში. და ამიტომაც ჩვენ ეკლესიაში ვერ ვაფასებთ ამას. ჩვენ გონია ესე მოიხსენია ის სეფისკვერი შეგზავნა, მიდი მამაო პარაკლისი გადამიხადა ერთი ცოტა ცუდათა ვარ. ანუ განა არა კიდევ ვიზახი კი ბატონო, მაგრამ არც იმან იცის ფასი ამ ლოცვისა, გამიგეთ? და შენც არ ეუნები ამ ფას, არ ეუნები შვილო, იცი რას ნიშნავს ეს? მოდი ჩემს გვერდით დადექი რომ ერთად გავიაროთ ეს ტკივილები.
ჩაფიქრდი საკუთარ ურწმუნოებაზე, ჩაფიქრდი საკუთარ უღმერთობაზე. სულის სიმკვდარეზე ჩაფიქრდი, მაგრამ არ უნდა ადამიანს ეს, რა უნდა? ჩვენ დავაჩვიეთ ეს. თვითონ დგას იქ სადღაც მოკლედ მე პრაქტიკაში მქონდა ისე იგი სადღაც იმაში ნანახი მაქვს უბრალოდ ფულსა დატოვდნენ ხომ ანუ სახელი თავისი მიცვალებულისა ფულსა დატოვდნენ იმას ისა გაახვედნენ დატოვდნენ მესანტრესთან და ვინმე მომაურე მოვა პარაშვიდი გადაიხადოს რა ვინ არის ვირსას ვიხდი მოდი მომიყევი მითხარი გვერდზე დამიდექი ერთად ვიტვირთოთ მისი ტვირთი თუ გიყვარს მართლა გვერდზე დამიდექი მეც რაღაცნაირად შევეცდები რომ ეს სიყვარული და ამ ბრძოლაში მე შენთან ერთად შემოვიდე აი რისი თქმა მინდა მიხვდით რომ ჩვენი უმეტესობა აი ამ ლოცვაში არ შევდივართ გამიგეთ წირვა კი ბატონო სახურებები რაღაცა ყველანი აი სახურებ მაგრამ ანუ შიგნით ადამიანი როგორ არის ცოცხალია მისი სარწმუნოება ხო და მე ვფიქრობ რომ უფალი აი ამ გარკვეული განსაცდელებით რომელიც არის ჩვენს გარშემო და ჩვენს ერში ხო ის კი ბატონო გარეგნულად ჩვენ ამაზე უკეთესად არაფერი არ ვიცით ამაზე უკეთესად არაფერი არ გვისწავლია ჩვენ 30 წელია თუ რამდენი წელია ეს ყველაზე კარგად ვიცით ყვირილი ერთმანეთის მოკლედ შენესეთო შენისეთო გამყიდველო იუდა შეესეთო შეისეთო გადახედეთ ანუ ესენი ვისწავლეთ აი როგორ გითხრათ იცი აი რავი ყველაზე მაგრა თავითვისეთ ეს ერთხელ ერთი იძახდა ქრისტესაგან არაფერი არ ისწავლეს ადამიანებმა ხო მივხვდი ლოცვა არ ისწავლეს არაფერი არ ისწავლეს ხო მარტო ისი მემკვიდრეს აი ჩვენ ქრისტიანები ვართ და ანუ რასაც ისაკეთებდა არა წარმოიდგინეთ როგორი ღვაწლია ადამიანი მოვიდა და რას გეუნება ჩვენთან ვისაც თქვენ შორის პირველ ყოფა უნდა იყოს ყოველთა მსახურიო რას ნიშნავს სახური რას ნიშნავს სახური ნიშნავს არაფერი არ გააჩნია საერთოდ ანუ როგორც ფიზიკურად და მატერიალურად ისევე იმით ანუ საკმარისი გააჩნია და იმაზე მეტი არა გადახედეთ ჩვენ ცხოვრებას საეკლესიო ცხოვრებას რა ზომიერებაზეა ლაპარაკი და თვითონვე რო ესა თქვა რა გააკეთა ფეხები დაბანა და ის ფეხების ბანა ის კი არ არის ყოველ იმაზე დიდ ხუჩაბაც ეხლა რა თქმა უნდა საჭიროა მაგრამ გარეგნულად რო გამოვხატავთ ამ ფეხბანას სული თუ დაიყვენ დაბალ იმ ფეხბანის დროს ის ანუ მართლა ქრისტეს მდგომარეობაში უნდა იყვე თუ არ ახარ არც უნდა გააკეთო ეგ რაღაცა თუ სიმდაბლე ის ქრისტესნაირი თავდაგანწირვა და თავდადება და სიმდაბლე და მორჩილება არ გაგაჩნია ადამიანს რას თამაშობ მაშინ ადამიანმა რა უთხრა მე მოძღვარს მიწოდებთო და აგერ მეგიკეთებთ ამას და საბოლოო ჯამში ჯვარზე ავიდა სისხლი დათხია ყველაზე თავარი რაც იყო სიცოცხლეც კი გაწირა საკუთარი ისე ხალხისთვის ვისთვისაც მოვიდა და ჩვენ იმის გაწირვაც კი არ გვინდა რომ ლოცვა ვისწავლოთ წლებია ტაძარში დავდივართ არც ლოცვა ვერ ვისწავლეთ ლოცვის მნიშვნელობა ვერ ვისწავლეთ ღმერთთან საუბარი ვერ ვისწავლეთ წმინდა წერილის კითხვა ვერ ვისწავლეთ მისი მცნების შემეცნება ვერ ვისწავლეთ და ყველა ქადაგება რომ უსმენ ხოლმე ყველას ეხლა ამ ბოლო პერიოდში ზუსტად არის რომ ყველა არის რომ რაღაცა რომ აი ყველაფერი კარგად იქნება ყველაფერი ესე იქნება რა თქმა უნდა ყველაფერი კარგად იქნება გამომდინარე მარადიულობიდან მაგრამ კარგად იქნება ვისთვის თუ კი ამას მიხვდები რატომ ხდება ეს როგორ მდგომარეობაში ვამთავრებთ ამით იაიროსი შვილი მოუკვდა და ნახე რა მდგომარეობაშია იცით სანამ მანდარა ვარ მდგომარეობაში სრულად მიენდო ღმერთს აი მასში სიცოცხლის რწმენის სიცოცხლემ რა უთხრა იცი უფალო თავარი ვიპოვე შენ გიპოვე და ეხლა ჩემი შვილი ხო მოკვდა ხო გარდაიცვალა მაგრამ ვიცი რომ ცოცხალი ანუ საკუთარი შვილის გარდაცვალება უკვე ქრისტესთან ქრისტესთან რომ მივიდა უკვე სწორად ქონდა აღქმული იმიტომ რომ მარადიული სიცოცხლის წმენა მის წინ მთელი სიცოცხლე იდგა ქრისტე იდგა შენ ხარ სიცოცხლე შენ ხარ ცხოვრება შენ თუ იმებებ ის ცოცხალი იქნება ანუ რაწამს უკვე აღარ ტკიოდა რაწამს ქრისტესთან მისვლით თლიანად გაუყუჩდა აღარ იძახდა რაღა მე დამიმართა რაღა ესიაო აიმე რაწამს
ტირილი და ტყება შეაჩერა და ქრისტეში გაყუჩდა, აი მაშინ უფალიონება ეხლა აღდგება შენი შვილი. აი მისი შვილი აღდგება. აი ეს რწმენა უნდა დაიბადოს ჩვენში. ეს სარწმუნოება უნდა და ხალხო ეს ყველანაირმა განსასწრებელმა იქნებ გვანიშნოს ამაზე. იქნებ მართლა ლოცვა ვისწავლოთ. იქნებ ამიტომ არის ყველანაირი განსასწრელი და არა იმიტომ, რომ რაღაცეებს და ვიღაცეებს ვებრძოლოთ. იქ უნდა იბრძოლო, რა თქმა უნდა, მაგრამ 30 წელია მხოლოდ ქუჩაში ომობ. 30 წელია მარტო ქუჩაში ომობ ადამიანი და საკუთარ თავთან არ გამოგიცხადებია ბრძოლა. სამწუხარო ეს არის. შენდობას თხოვთ ყველას მსგავსი სიტყვისათვის და აქ ჩემ თავსაც ვახსენებდი ამ ყველაფერს და ყველა ჩვენთაგანს შევეცადე სიყვარულით. რა თქმა უნდა, სიყვარულით და გვერდში დგომით და ერთმა დაალოცოს ჩვენი სამშობლო. ერთმა დაალოცოს ჩვენი ერი. მისცეს სიყვარული ღვთისა, სიყვარული მოყვასისა, სიყვარული საკუთარი სამშობლოს. სწორი სიყვარული, რასაც ქრისტე გვასწავლის ჩვენ. სამწუხარო რა არის, იცით, რომ შემდეგ გვერდზე გიდგას ადამიანი, რომელიც რაზეც ვილაპარაკე, ამას არ აკეთებს. და ჩვენი მრევლის უმეტესობა კიდე ასე არის და მას გონია და მათ გონიათ, რომ ისინი უფრო შენზე პატრიოტები არიან, ვიდრე შენ ხარ. მიხვდით? ანუ ეკლესიის წევრებივე თვლიან ასე. რომ ვიღაცა თუ კი რაღაცა გარეგნულად გამოხა, ანუ ვინ სად იბრძვის. სამწუხარო ეს არის. ჩვენ მათი დაფასებაც არ ვიცი, იცი რამდენი რამის თქმა შემიძლია ახლა? გაყოფილი შუაზე, იმაზე იქ ლიბერალური ფთა და აი საშინელება ხდება უბრალოდ, მე როცა მექნება საშუალება ამაზეც გეტყვი. ესე იგი ღამეები შეიძლება არ გეძინოს ადამიანს ლოცვაში, სამშობლოსთვის ლოცვაში. მართლა ლოცვა რასა, მართლა ტკივილს ატარებდა, ცრემლს ღვრიდი ადამიანი. და ვიღაცა უბრალოდ იმიტომ რომ Facebook-ზე ან სადღაც და იმაში რაღაცას დადებს, ანუ ითვლება რომ მიხვდით, ჩვენივე ეკლესიის წევრები თვლიან ესე რომ ის პატრიოტია უფრო მეტად, იმიტომ რომ დაუფარავათ რაღაცეებს იმაში. და ის პატრიოტი არ არის, ვინც გულხურვალედ დგას და მართლა ცრემლმორეული ცდილობს, რომ თავისი სამშობლო, თავისი ერი ღმერთს შეავედროს და ამ განსასწრელისგან დაიხსნას. ჩვენ ესეც ურთიერთობაც არ ვიცით. ჩვენ ერთმანეთს უნდა ვეუბნებოდეთ იმას, რომ მიდი შენ ეგ შეგიძლია, შენ ეგ აკეთე. მე სხვაგან ვიომებ, შენ აქ იომე, შენ იმ ასპარეზზე იყავ, მე ამ ასპარეზზე ვიქნები და აი ეს ერთობა გვჭირდება ჩვენ. და ჩვენ ამის გამო პირიქით უპირისპირდებით შიგნით ერთმანეთს. ჭამთ კიდევ ერთმანეთს, რომ ის ისეთი, ეს ესეთი, იმან, ანუ საქმე ისა ქრისტიანობამ რომ უნდა გაგაერთიანოს, შიგნით ვიყოფით ეკლესიაში. და ვაიძულებთ ერთმანეთს გავაკეთებინოთ ის, რასაც ჩვენ თვლით რომ არის სიმართლე. და დღეს რო ეს არის საჭირო და მიუშვით ადამიანები, შენ რამე გონია რომ საჭიროა და ღვთის წინაშე შენ სინდისი გეუნება რომ ეგრე უნდა იყოს, წადი და აკეთე ის. მიეცით საშუალება, ქრისტე არ მოსულა იმისთვის რომ ყველას ჩვენებურები ვართ. ჩვენებურები ვართ ყველა. არ შეიძლება თხებივით და ცხოვრებივით მიერეკებოდე ვიღაცას, როგორც ამას სხვები აკეთებენ. დააყენებენ ვიღაცას, გამოვა ბელადები გამოვლენ და ყვირიან რაღაცებს და ესენი დგანან და აქედან პასუხობენ იმას. ანუ ბრბოს ეფექტი, რასაც ქვია მეცნიერებაში. ჩვენც ესეთები ხო არა ვართ. საქმე აკეთე, აი რა ყველამ თავთავისი საქმე ვაკეთო და დამიჯერეთ უკეთესად გამოვა ყველაფერი. ღმერთი დაინახავს ამ ჩვენ გულმოდგინებას. ღმერთი დაინახავს ამ ჩვენ შრომას, ლოცვით და სხვაგვარად. ოღონდ გულწრფელს, მართლა გულწრფელს, რომ ადამიანმა ესე ესმის და ესე აკეთებს, ის კარგია რომ ესე აკეთებს.
მაგრამ ოდესაც შენ გადადიხარ ვიღაცასთან რომ შენც ესე უნდა აკეთებდე, არ ხარ მართალი და არ ხარ სულ. ან ვისაუბროთ მაშინ. დავდექი და მესაუბრე მაშინ, მითხარი, ამიხსენი, რატო ფიქრობ და რატო იძახი, რომ ეგ უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მე რასაც ვიძახი. და თუ არ შევთანხმდები თქვათ ესე, რომ იცი რა, მოდი მე ამ ფრთაზე ვიბრძვი, შენ მაგ ფრთაზე იბრძოლე და ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი სამშობლოსთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. აი ეს იქნება სწორი. და არა ის, რომ ქრისტიანობაში ისევ რამე განსაცდელმა ისევ შიგნით დაგყოს ერთმანეთი, ისე იგი როგორც ეს ხდება ხო. ერთმა დაულოცვილი დღეგრძელი და გახარებული გამყოფოთ ყველანი.